მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. და დღეს ჩვენს მერვედფინალში ერთმანეთს ხვდებიან ქუთაისის ტორპედო და საგარეჯოს გარეჯი. წარმოგიდგენთ გუნდებს, დავიწყებ გარეჯიდან გიორგი ტაბატაძე და გოჩა ბარიხაშვილი. მოგესალმებით, ბიჭებო, როგორ ხართ? მოგესალმებით. კარგად. საბრძოლო განწყობა. საბრძოლო განწყობა მთავარი არის, კი ბატონო, ჩვენიერი. თქვენი კლუბივით ფრეზე ხო არ გაქვთ აქცენტი გაკეთებული? ვეცდებით რომ გამარჯვება მოიგონოთ ბევრი პრის შემდეგ. ამდენი ზედიზედ ფრეების შემდეგ. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. მადლობა. და წარმოგიდგენთ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს გურამ ჭეიშვილი და ვალერი მინდელი. როგორ ხართ, ბიჭებო? მოგესალმებით. ეს კი რა ხდება? არა, მეთქი წააგეწადის ხო არ გულის ხოლმე. ოლიმპიურ პრინციპზე რა. բայց ქუთაისზე და ოლიმპიურ პრინციპზე რაღაც უცებ ეგავახსნა. არა, რა თქმა უნდა, წარმატებას კი ბატონო. წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა თქვენს. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული წყვილი უკვე მომდევნო წელს 2026 წელს გაემგზავრება რომელიმე თამაშზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით თამაშზე. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა გადაეცემა თასიც. მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ წესებში გვაქვს მცირე ცვლილებები, მე მგონი ნახავდით უკვე, პატარა ახალი რუბრიკა გვაქვს, საყვარელი რუბრიკა. მოკლედ დავიწყოთ უცხოური ტურით. მაინც შეგახსენებთ, რომ დასწრებაზეა, ღილაკს უნდა დააჭიროთ და რომ აინთება, შემდეგ პასუხობ, თუ არასწორად უპასუხებს ერთი გუნდი, მეორე გუნდს შეუძლია რომ ბოლომდე მოისმინოს შეკითხვა და ისე უპასუხოს, ანუ არაფერს არ კარგავს. და შეგვიძლია უცხოურ ტურში თითოეულ სწორ პასუხზე გვაქვს ერთი ქულა. მაშასე დავიწყოთ. უცხოური ტური პირველი შეკითხვა. ამ ტანმაღალი ესპანელის მეტსახელია მეფე ლომი. ის პამპლონაში დაიბადა, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები ბილბაოს ატლეტიკში გაატარა. 2013-15 წლები ტურინის იუვენტუსში იყო, სადაც ორჯერ მოიგო სკუდეტო. 2015 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. დააჭირა გარეჯმა ლორენტე. ლორენტეს სწორი პასუხია და 1-0 დაწინაურდა გარეჯი. შემდეგი შეკითხვა უცხოური ტურიდან. ის გახლავთ პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი და ეს მისი მთავარი გამარჯვება არგენტინის ნაკრებში. ბოკა ხუნიორსის ლეგენდა, სამჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი და დღეს ამავე კლუბის პრეზიდენტია. ფეხბურთელმა, რომელმაც ევროპაში მხოლოდ ბარსელონას და ვილიარეალის მაისურით ითამაშა, ისმენთ დაასწრო ტორპედომ. ვილიარეალში პენალი უგამაზა, არსენალთან. ისმენთ. ეს უნდა იყოს ერთმანეთში მერე ვარა, ეგორი ფეხბურთელი ყოველთვის და რიკელმე. რიკელმეს სწორი პასუხია, არაგერია ამჯერად. როგორც ჩასაფრებულები იყვნენ. ჩასაფრებულები იყვნენ ბიჭები აქეთ. ერთი ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს ფეხბურთელი 1999 წელს სანამ მილანიდან ჩელსიში გადავიდოდა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მე-20 საუკუნის საუკეთესო აფრიკელ მოთამაშედ დაასახელა. მის ევროპულ კარიერაში პირველი დიდი კლუბი მონაკო იყო. შემდეგ პარი სენ-ჟერმენი, რასაც და გარეჯმა ჟორჟვია სავარაუდოდ. ჟორჟვია, კი ბატონო, სწორი პასუხი. დაგასწრეს, რაღაც დასწრებაზე არის აშკარად უცხოური ტური. 2-1-ია გარეჯი სასარგებლოდ. მე-4 შეკითხვა. ამ დიდებულმა მწვრთნელმა კარიერის საუკეთესო წლები რიო-დე-ჟანეიროს ფლუმინენსეში გაატარა, სადაც მარჯვენა გარემარბად თამაშობდა და ზუსტად 556 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია როგორც მწვრთნელმა. ლამის ყველა კლუბში თასი მოიგო. სან-პაულოს კი 1992 და 93 წლებში ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ლიბერტადორესის და საკონტინენტაშორისო თასები. ამბობენ, რომ მისი გაწვრთნილი ბრაზილია 1982 და 86 წლებისა, ყველაზე ლამაზი და კარგი გუნდია მათ შორის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგეს. ტელე სანტანა. ტელე სანტანა სწორი პასუხია. უფრო ადრე გაიხსენა გარეჯმა, ტელე სანტანა და 3-1 ანგარიში. შემდეგი შეკითხვა. უცხოური ტურის ბოლო შეკითხვა. ეს ბრაზილიური კლუბი 1903 წელს დააარსეს გერმანელმა ემიგრანტებმა. კლუბის ერთ-ერთი მეტსახელია უკვდავის სამფერები. ლიბერტადორესის თასი პირველად 1983 წელს მოიგო და იმავე წელს საკონტინენტაშორისო თასიც აღმართა, როცა ფინალში ჰამბურგს სძლია. ამ კლუბში კარგი მუშაობით გაითქვა სახელი ლუის ფელიპე სკოლარიმ,
რის შემდეგაც ბრაზილიის ნაკრები ანდეს. დღეს გუნდს სელესაოს ყოფილი დამრიგებელი მანო მენეზესი წვრთნის. უნდა დაასახელოთ კლუბი. ტორპედო. პასუხებთ ფლუმინენსეს. ფლუმინენსი არ არის სწორი პასუხი და თქვენ გაქვთ შანსი თუ ზუსტად არის შეგიძლიათ უპასუხოთ და სამფერებზე არ ვიცი. სამფერებზე ცოტა დავიბენი, მაგრამ მარტივად მოდი ყოს ფლამინგო. გრემიოა სწორი პასუხი. და 3-1 დასრულდა უცხოური ტური და გადავდივართ ფოტო ტურზე. ფოტო ტურ შეგახსენებთ, მაინც 3 ფოტო იქნება. სულ პირველი ფოტო არის რუბრიკა 3-4-ზე. ანუ გამოჩნდება ფეხბურთელი, უпроსტად თლიათ არ გამოჩნდება, პატარა ფრაგმენტი გამოჩნდება ამ ფოტოდან. თუ გეცოდინებათ დარწმუნებული ხართ, შეგიძლიათ დააჭიროთ და უპასუხოთ, თუ არა, მე მეორე ნაწილი გაიხსნება და მე მესამედი ბოლომდე. თუ არასწორად გასცემთ პასუხს, მეორე გუნდს შეგვიძლია ბოლომდე გავუხსნათ უკვე მე ფოტო. მაშინ ასე ფოტო ტური, პირველი შეკითხვა 3-4-ზე. აბა. ლოგოთი და მიკაპის ნახევრით თუ შევძლებთ. თუ არ გვაქვს, არც ერთ გუნდს თუ არ გვაქვს ვერსია, შეგვიძლია დავამატოთ ერთი ფრაგმენტი მაშინ. აბა ესე. მაინც თვალებით ისნობთ. რა, მიკაპით ეს. არ არის პასუხი და გავხსნათ ბოლომდე. დაასრულეთ ტორპედომ. კი ბატონო, სწორი პასუხია. ხაბი, ჩაბი, რა ვიცი, ზოგი როგორ ეძახის, 3-2-ია ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. შემდეგი ფოტო იქნება საერთაშორისო მატჩიდან, რომელიმე და თქვენ დაასახელოთ ორივე გუნდი. მეტი არაფერი არ მოგეთხოვებათ. გავხსნათ პირველი ფრაგმენტი. ტორპედომ დააჭირა. ეს უნდა იყოს გერმანია, ინგლისი. არ არის სწორი გერმანია, ინგლისი. არ არის შეგიძლიათ ბოლომდე გახსნისა, ბოლომდე გავხსნათ, იმიტომ რომ წესით ფინალი გერმანია, არგენტინა 96 წუთში წვალი ფორმა პურა კაცი ვერ დავინახე. გარისკა ტორპედო, მაგრამ მეკარემ დამაბნია. გერმანია, არგენტინა მქონდა და გერმანიის წვალი ფორმა მახსოვს მარტო ფინალში. რა თქმა უნდა, ყველას გახდა მეკარე ფორმა ცოტა ისეთი. არგენტინის გამო 4-2 ანგარიში. და შემდეგი ფოტო არის უკვე ქართული ფოტო და მე გეტყვით რომ ქართულ კითხვებზე ჩვენ გვაქვს ორ-ორი ქულა, შესაბამისად ორქულიანია შემდეგი შეკითხვა. აქაც უნდა გამოვიცნოთ რომ საქართველოს ნაკრები იქნება ერთ-ერთი და ვის ვეთამაშებით იმ მატჩში კონკრეტულ ამ ფოტოზე. გავხსნათ პირველი ფრაგმენტი. აბა. არ რისკავს არც ერთი გუნდი. დავამატოთ მაშინ მეორე ფრაგმენტიც, დააჭირა გარეჯმა. ჰოლანდიასთან ამხანაგური უნდა იყოს 3-2. კი ბატონო, სწორია, სწორი პასუხი 2021 წელი 3-0. იქ ჩანდა გეტრის ნაწილი თავიდან. დაიხრა მანამდე, მაგრამ ვერ რისკავდი. ვიწყებთ ახლა ქართულ ტურს, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი და წინ კიდევ გვაქვს სარბიერის რუბრიკა, ქალაქობა, ასე შემდეგ. ასე რომ ყურადღებით ბიჭებო. ვიწყებთ ქართულ ტურს და პირველი შეკითხვა. ოფი, კრილია სოვეტოვი, ანჟი, მაგდებურგი, ანორთოსი, გიორგი ლორია. ვახჩი. კი ბატონო, სწორი პასუხია გიორგი ლორია. ვითხოვ რომ მე დიდი ტექსტი იყო აქ რომ კარიერა მაგდებურგზე უკვე ვიცოდით რომ გიორგი ლორია. ოფზე ვიცოდინე. ოფზე იცოდა ამან. ოფზე მეტი არავინ არ გვახსენდება, ხო ოფზე. 8-2 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს წელს 40 წელი შეუსრულდა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2007 წელს შედგა კატარის წინააღმდეგ. ერთადერთი სანაკრებო გოლი კი 2014 წელს გაიტანა გიბრალტარში მოგებულ თამაშში. ის საქართველოს 2009 და 2011 წლების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მაშინ ზესტაფონში თამაშობდა. ნიკოლოზ გელაშვილი სავარაუდოდ? კი ბატონო, გელაშვილის სწორი პასუხი ისევ დაასრულა გარეჯმა და ანგარიში 10-2 გარეჯის სასარგებლოდ. შემდეგი შეკითხვა ისევ ქართულ თემაზე. თბილისის დინამოს აღზრდილი ეს მცველი 21 საუკუნის პირველ წლებში უცვლელად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში და რამდენიმე სეზონის განმავლობაში კლუბის კაპიტანიც გახლდათ. არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 2004 წელს დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონთა თასი. მისი პირველი უცხოური კლუბი ოდესის ჩერნომორეცი იყო. ორი სეზონი კი გრაცის შტურმშიც გარეჯდა. გიორგი შაშიაშვილი. შაშიაშვილის სწორი პასუხია და რაღაც ძალიან ისეთი მიაყოლეს. ბიჭებო, ცოტა მოფხიზდით თქვენს. 12-2 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა.
ეს თავდამსხმელი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. პირველად 2001-2002 წლების სეზონში, მეორედ კი 2003-2004 წლების ჩემპიონი. სულიკო დავითაშვილია დიდი იმედი მაქვს. გასაბრახო, სწორია, სულიკო დავითაშვილი. სულიკო დავითაშვილი სწორი პასუხია. საგარეჯოელი კაცი. 14-2 ანგარიში. და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ის გახდათ საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონი და თასის გათამაშების 1960 წლის ფინალისტი. კარიერა თბილისის ბურევესტნიკში დაიწყო. საუკეთესო წლები დინამოში გაატარა, სადაც ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ფეხბურთს კი ტყიბულის მეშახტეში გამოეთხოვა. მისი მეტსახელი იყო სვისტუნა. თუ ჯერაც ვერ მივხვდით ვიზია საუბარი, გეტყვით რომ დღეს მის სახელს ატარებს მისი მშობლიური ბორჯომის საფეხბურთო სტადიონი და ისევ გარეჯი ზეინკლიშვილი. ზეინკლიშვილის სწორი პასუხია და მიყოლებით ხუთივე ქართული შეკითხვა აიღო. გარეჯმა 10 ქულა შემატა, ესე იგი ამ ტურში აქტივს და 16-2 ანგარიში. გადავდივართ სარბიელის რუბრიკაზე, სარბიელის არქივი. მოკლედ, სარბიელის არქივში რა ხდება, ესე იგი, თავაზობთ ჯერ ერთ ფოტოს საერთაშორისო თემაზე და შემდეგ მეორე ფოტო უკვე ქართულ თემაზე. პირველი ფოტო არის ერთქულიანი, მეორე ფოტო არის ორქულიანი. და კითხვასაც დავსვავ, ჯერ დავსვავ შეკითხვას და მერე გაიხსნება ფოტო. მაშინ ასე, ვისზე წერდა ასე სარბიელი 1996 წლის 31 დეკემბერს. ფოტო თუ შეიძლება გავხსნათ და წავიდეთ. ურთულესი წელიწადი ჰქონდა. ფიტფრინავში ცილოთა, ზღაპრული გოლით შეაგდო, ქორწ ისევ გარეჯი. გასკოინის სწორი პასუხია, კი ბატონო. 18-2-ია, მოდი 17-2-ია ანგარიში. ქართული თემატიკის ფოტო, ისევ სარბიელის რუბრიკიდან. კიდევ ასეთი შემთხვევა. გუნდი ჩამოდის ჩვენთან 9 ფეხბურთელით და ამის გამო მატჩი კვლავ დიდი ხნის დაგვიანებით იწყება. მე-10 წუთზე მე-10 ფეხბურთელი მოუვიდათ. ნახევარი საათის შემდეგ მე-11. კვლავ 9 კაცით ჩამოდის ჩვენთან გუნდი, რომელიც 5-ზე აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ არ გვეთამაშნენ. და ის მატჩი რამდენიმე კვირის შემდეგ ჩაგვისვეს, როცა 5-ის საკითხი გადაწყვეტილი იყო. კიდევ ერთი მარგალიტი ინებეთ. ჩვენ სტადიონზე სტუმარი გუნდის ფეხბურთელები შეურაცხყოფას აყენებენ მსაჯს, რომელიც უარს ამბობს მატჩის გაგრძელებას და მეორე ტაიმში თამაშს გვერდითი მსაჯი ამთავრებს. ჩავდივართ ერთ-ერთ ქალაქში და ერთბაშად ორი მსაჯი არ ჩამოდის. მათს ადგილობრივი მსაჯობს, როგორც შემდეგ გავიგეთ, ზღოლი ყოფილა. ესეთი ამბავი. მოკლედ ეს ინტერვიუ ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? ვის კი? ბიძინა ბარათაშვილის სიტყვებია ეს? არ არის ბიძინა ბარათაშვილის სიტყვები, მსგავსი ისტორია მაქვს ბიძინასთან. კი, მაგრამ ხო ამდენი არ ქონდა ბიძინა, ანუ ვისთან დაიბეჭდა ეს ინტერვიუ 1994 წლის 14 იანვარს. თუ გეტყვით რომ ის იმ დროს შევარდენის მწვრთნელი იყო. ეგ არის? ჯონი ჯანელიძე ხო არ არის? არ არის, მურთას ხურცილავა არის, ორი პასუხი, ანუ 94 წლის შევარდენის მწვრთნელი იყო მურთას ხურცილავა. მოყოლილი ერთ-ერთ. კი, მაქვს, მაგრამ ამდენი სხვადასხვა ის არ არის. მაქსოს აქვს მოყოლილი ერთ-ერთი ისა. ანგარიში დარჩა უცვლელი 17-2. ანგარიში უცვლელია 17-2 და გადავდივართ უკვე ქალაქობანას თამაშზე, მეგობრებო. ქალაქობანაში, ესე იგი, მე შეგახსენებთ, რომ დოლურაზე ამოვა რომელიღაც 100 და მე დავსვავ კითხვებს. აქ სტოპ აღარ არის, იმიტომ რომ 5 კითხვა უნდა წავიკითხოთ თქვენ წერთ, ანუ ორ-ორჯერ წავიკითხავთ თითო კითხვას და რომ დავასრულებ 5-ვე კითხვის ორ-ორჯერ წაკითხვას, უკვე შემდეგ უნდა ვაჩვენოთ კამერებს ჩვენი ტაბლოები. დავიწყოთ, დოლურად დავატრიალოთ, ჯერ 100 ვნახოთ. 100 გერა დ. მაშ ასე, ნაკრები. ჰანს ქრისტიან ანდერსენ შეშურდებოდა ის ისტორია, რაც ამ გუნდს 1992 წელს გადახდა. ჰანს ქრისტიან ანდერსენ შეშურდებოდა ის ისტორია, რაც ამ გუნდს 1992 წელს გადახდა. კლუბი. ამ გუნდის შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. ამ გუნდის შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. უცხოელი ფეხბურთელი. მეკარე, რომელმაც 1986 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ ყველა პენალტი მოიგერია და სტიაუას თასი მოაგებინა. მეკარე, რომელმაც 1986 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ ყველა პენალტი მოიგერია და სტიაუას თასი მოაგებინა. ქართველი ფეხბურთელი. პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩში თბილისის იბერიასა და ფოთის კოლხეთი 1913 შორის მან სიმბოლური დარტყმა შეასრულა. ანუ თამაშის დაწყების სიმბოლური დარტყმა. პირველი ჩემპიონატის გახსნის მატჩში იბერიასა და კოლხეთს შორის სიმბოლური დარტყმა, ანუ გახსნის დარტყმა სწორედ მან შეასრულა. მწვრთნელი. ნარკოსკანდალის გამო ის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერ გახდა.
ნარკოსკანდალის გამო ის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერ გახდა. დავასრულე კითხვების წაკითხვა, შეგიძლიათ აჩვენოთ კამერას თქვენი პასუხები. გავითიში. ორიც არის თქვენ, ხო, რაღაცა ის ვერ წავედი. დავიწყოთ. ქვეყანა, ანუ 17-2 ანგარიშში და ვიწყებთ ქვეყანა დანია, რა თქმა უნდა 18-3, თითოეულ ქულა, ანუ 3 ქულა არის, თუ ერთ გუნდს სწორი პასუხი აქვს, მეორეს არასწორი, როგორც წინა სეზონში. ჯაბა კანკავა რომელ გუნდში ითამაშა? დნიპრო. 19-4 ანგარიში. უცხოელი მეკარე, რომელმაც პენალტები მოიგერია ბარსელონასთან და სტიაუას თასი მოიგერა, თქვენ არ გაქვთ? იმედია სწორად მახსოვს გვარი დუკადამი, რომელმაც 4 პენალტი იყო სევილიაში სანტეს პიშხუანის გამართულ ფინალში. გეტის გახსოვს. 22-4 ანგარიში ვინ გახსნა პირველი ეროვნული სიმბოლური დასმა? უმცროსი. არასელია უმცროსი, სწორი პასუხია, კი ბატონო. და მწვრთნელი, რომელიც გერმანიის ნაკრების წევრი ვერ გახდა? კრისტოფ დაუმი, თქვენ ვერ გაიხსენეთ დაუმი, იქ თმაში რაღაცები რო თელი ანალიზები და ისინი იყო. და წავიდა ფენერბახჩეში. კი ბატონო. 26-5 ანგარიში. და ქალაქობანას ბოლო ეტაპი, სადაც უკვე 100 აღარ ვიცით, არ გეუბნებით რა 100-ზე იწყება, უბრალოდ ყველა პასუხი ერთზე იგივე 100-ზე იწყება. მაშ ასე ვიწყებთ. ნაკრები. ეს ნაკრები, რომლის ძირითადი ფორმა ყვითელია, ერთ-ერთი იყო იმ 4 ევროპული გუნდიდან, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩემპიონატში მონაწილეობდა. ეს ნაკრები, რომლის ძირითადი ფორმა ყვითელია, ერთ-ერთი იყო იმ 4 ევროპული გუნდიდან, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩემპიონატში მონაწილეობდა. კლუბი გრასჰოპერსის შემდეგ გიორგი ნემსაძე მცირეხნით ამ იტალიურ კლუბში ასპარეზობდა. გრასჰოპერსის შემდეგ გიორგი ნემსაძე მცირეხნით ამ იტალიურ კლუბში ასპარეზობდა. უცხოელი ფეხბურთელი. ხორხე ვალდანომ თავის შესანიშნავ წიგნში ამ დიდებულ ბრაზილიელ ფორვარდს მოსიარულე ტყუილი უწოდა. ხორხე ვალდანომ თავის შესანიშნავ წიგნში ამ დიდებულ ბრაზილიელ ფორვარდს მოსიარულე ტყუილი უწოდა. ქართველი ფეხბურთელი. წარსულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი. წარსულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც 2000-2001 წლების სეზონში ლატვიის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. წარსულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც 2000-2001 წლების სეზონში ლატვიის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. და მწვრთნელი. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც ხელმძღვანელობით გუნდი FIFA-ს კონფედერაციათა თასზე და ევრო 2000-ზე ჯგუფში ჩარჩა. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი FIFA-ს კონფედერაციათა თასზე და ევრო 2000-ზე ჯგუფში ჩარჩა. დავიწყოთ, ანუ ნაკრები, რომლის ძირითადი ფორმა ყვითელია და პირველ ჩემპიონატზე ითამაშა რუმინეთი, სწორი პასუხი 27-6. ნემსაძის კლუბი გრასჰოპერსის შემდეგ. რეჯანა. სწორია, არც ერთ რეჯინაში არ შეეშალათ. არა, რეჯანა იყო ნამდვილად 28-7 ანგარიში. ვალდანომ ვის უწოდა მოსიარულე ტყუილი? არც რომარიო გვიწერია, მაგრამ არა ვარ დავწერილი. რონალდო გვიწერია, რეალში თამაშობდა. რომარიოს უწოდა, მართალია. 31-7. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც 2001 წლებში ლატვიის საუკეთესოდ დაასახელეს, რეხვიაშვილი თამაშობდა მახსოვს. რეხვიაშვილი გვიწერია, მაგრამ. რეხვიაშვილია, სწორი პასუხი. და ანგარიში 34-7 უკვე და გერმანიის ნაკრების მწვრთნელი. ერიხ რიბეკი. ერიხ თქვენ არ გაქვთ გერმანიის ერიხ რიბეკი იყო, კი ბატონო, 37 ქულა და დღევანდელ თამაშში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა საგარეჯოს გარეჯი. გილოცავთ მეგობრებო, წინვალე თამაშს ნამდვილად სასწაულად ძლიერ მეტოქესთან. ყველა კითხვაზე რა ვიცი დასწრება იყო საჭირო თუ რაღაც ძალიან მაგრად ითამაშეთ და რა თქმა უნდა გილოცავთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო მონაწილეობისთვის. გვახსოვს თქვენი წინვალე თამაშები, უბრალოდ დღეს რაღაცა ეთქობა არ იყავით სად ფორმაში. არ გამოვიდა. არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, გელოდებით შემდეგ სეზონში. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული კი მომდევნო სეზონში გაეგზავრება, უკვე 2026 წელს გაეგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით მატჩზე. ამით გეშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. კარგად ბრძანდებოდეთ.